მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი ლადო ბურდული. როგორ ახარ ლადო? აი სულ გული მწყდება რომ ამბობენ მუსიკოს ჩემზე. აბა როგორ? ეცი არა. დასაწყისში როცა დაკვრა დავიწყე როკ მუსიკის, ყველა მუსიკანტი ხარ და ანუ ასოცირებული იყო რესტორანთან და რაღაცა. მე შემოვიტანე ეს რაღაც სიტყვები როკ-ენ-როლში კი ალტერნატივა, ეს სიტყვები საერთოდ არ არსებობდა 80-იანი წლების ბოლოსკენ და შუისკენ. ხო და ეს მუსიკანტს და მუსიკოს რომ ეძახე, რაღაც გონია რაღაც ვიოლინოზე უკრავან, რაღაც გიტარაზე უკრავან. აბა ვინ ხარ? უფრო დიდი ვარ, არა. აი როგორ წარადგენდი საკუთარ. იცი რა არის, აღმოჩნდა რომ ვიკიპედიაზე მე არ დამიდია ჩემი ავტობიოგრაფია, მაგრამ იქ დევს და შეგიძლიათ წაიკითხო და გაესწრო. ხო და აი შენ როგორ წარადგენდი საკუთარ თავს? უბრალოდ დამიძახეთ ლადო. ბატონო, წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ, ვალერი ხაბურზანიასი. შენთვის სამშობლო რა არისო? ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი. და იცი რა არის? ბოტანიკურ ბაღში დილაობით რომ დავარბივარ. და იმ სილამაზეს რო ვხედავ. და რაღაც დონეზე რო ვგრძნობ, რომ ბუნება რა ლამაზი მოგცა ჩვენ ღმერთმა რომ აი ამ ტერიტორიაზე ესეთ უდაბნოც არის, ალპებიც არის, ტროპიკებიც არის ყველა და ესეთი პატარა არის ხა. მთელ რუსეთში რო იაროთ, აი ასეთ გადაბმულ მცირე მონაკვეთში ტერიტორიაზე რეგიონალურ ცვლილებებს ვერ იპოვით, ხო? ხო, ძალიან მაგარი ადგილი გვაქვს, მაგრამ ხალხი არის ძალიან დაბოღმილი, ძალიან გამწარებული, ძალიან რაღაცა იცით რა ცდილობენ, რომ უბრალოდ ერთმანეთი ჩაძირონ და ამით გონიათ გადარჩებიან და ვერ გრძნობენ, რომ უფრო იძირებიან. და აქედან გამომდინარე, მთელ საქართველოს და მთელ მოსახლეობას რაღაც დონეზე მე ვერ აღვქვევ ჩემს სამშობლოს, მაგრამ ბევრი არის, რომელსაც უბრალოდ ართული რა, უბრალოდ ჩემი სამშობლოს წარმომადგენლები არის. და პროვინციალიზმი რა არის? პროვინციალიზმიც რა, ჩემს თვალში რა არის, გეტყვი ზუსტად მაგას. გოიმობა რა, და გოიმობა კიდე ის არის, როცა ვინც არ ახარ იმას რო თამაშობ რა. აი შეგიძლია რომ უნიჭო ქართველი მუსიკოსები ჩამომithვალო? ნიჭიერი უფრო გამიადვილდება, იმიტომ ძალიან ბევრი მომიწევს მე ჩამომithვალო. ნიჭიერები ვიცით, უნიჭო. იცით, აბა მაშინ თქვენ მითხარით. ზელისია. უნიჭო ვინ არის? არ ვიცი, ხა უნიჭოებს მე ვის ვეძახი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი სია არის მაგათი, ვინც უბრალოდ მელოდიას ვინც ვერ წერს. ან თქვენ კომპოზიტორებზე მეკითხებით თუ შემსრულებლებზე? საერთოდ. არა, ეს ძალიან ფართო მცნება არის, ეგრე არ შეიძლება. შემსრულებლები არის ინსტრუმენტალისტები, კომპოზიტორები, რომლებიც singer-songwriter-ები. ვინმე, აი ერთი უნიჭო მუსიკაში დასაქმებული. რა არის, ეგრე რომ ვიღაცა ადამიანს ახლა გული ვატკინო და თქვა რომ დიდი ეთერიდან რომ ასე არ გამოვა. უბრალოდ მე ვთვლი რომ ვინც მელოდიას არ წერს ისეც როგორიც დამამახსოვრებელი არის ადამიანის ტვინისთვის, გულისთვის და ის თავის ცხოვრებაში ლეიტმოტივად ვერ იყენებს ამ მელოდიას, ხო? ყველა პრინციპი ჩემთვის უნიჭო არ და თვითონ ინსტრუმენტალისტებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი უნიჭო ინსტრუმენტალისტია, იმიტომ რომ როცა თქვენ დასავლეთში ხართ და ხედავთ იქ მუსიკოსები როგორ მუშაობენ, როგორი ერთი რეპეტიცია როგორ ყოფნით იმისთვის, რომ დიდი პროგრამა დაიმახსოვრონ და როგორი პროფესიონალური მიდგომა აქვს და მე აქ რო ხედავ რომ 1000 რეპეტიციაზე ერთ რეზულტატს ვერ აღწერო, ერთ სიმღერა დაიზეპირო, ხვდები რომ ანუ სიზარმაცე უშლით ხელს რომ ნიჭიერები გახდნენ ქართულ მუსიკოსებს. კარგი. აი ნამდვილი მეფე რომელი ხარ, შენ თუ ირაკლი ჩარკვიანი? თქვენ რომელსაც თვლით ის? შენ რომელს თვლი? მე უბრალოდ იმ კაცს თავისი გზა აქვს, იმ კაცმა თავისი სეგმენტი თავის თავზე წაიყვანა და თავის თავზე აიღო და თავისი გზა დაანახა. მე ჩემსას ვაკეთებ. მაგრამ დასაწყისი სხვანაირი იყო. როგორი იყო? უფრო დედლაინი და ვინ იყო პირველი მეფე? ნუ იცით რა არის ხა, მაგი ძალიან მარტივი გასაგები არის, ვისაც უნდა ძალიან მარტივად გაიგებს მაგას. ჩემშენირო ლედი, რომელიც სიმღერა დავწერე და 96-17 წლებში ტრიალებდა და მაშინ მაგიდიას საერთოდ ლაპარაკი არ იყო. იქ პირველად მაქვს მოხსენიებული მაგ თემა ჩემს ამეფოს გიხსნი კარებს და დედოფალ და ასე შემდეგ, რომ დედოფალი ვინ არის? ამჟამად ჩემი კეთილმათეშვილი. და საერთოდ აი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაგარი მეფე რომელია? ელვის პრესლი. კარგი. აი მუსიკა რა არის შენთვის? ცხოვრება. და მუსიკის ღმერთი ვინ არის? მუზა. მუზა? რომელიც გაწერინებს ამ მუსიკას ჩემთვის და ახლა სხვაებისთვის არ ვიცი. და მუსიკის სატანა? იგივე მუზა,
ნეგატივში გაყოფილი. შენი ღმერთი როგორია? წამს ღმერთი. კი. და როგორია? ეს ტიქაროსანი ვარ საერთოდ რო იცოდე. ხო? კი. რომელ მონასტერში? ჯვრის მამის ეკლესიაში. გავხდი ეს ერთი წელი. და როგორია შენი ღმერთი? ჩემი ღმერთი? ის ვინც სოფლიო შექმნა, თქვენ, მე, კამერები. ყველაფერი, რითაც ჩვენ სარგებლობთ ამ დედამიწაზე. ეს ყველაფერი ღმერთია? აბა თქვენ გონიათ სატანა? არ ვიცი, გეკითხები. იცით რა არის? მე ასე ვფიქრობ, რომ ამაში დიდი სიყვარულის მადლი თუ არ ურევი, არაფერი არ გამოდის. არც შემოქმედებაში, არც პირადულ ურთიერთობებში. სიბოროტე მე ბევრჯერ მიმიყვანა ოფსკულთან და სიყვარულმა ბევრჯერ მიმიყვანა მე გაფრენასთან. ისე რომ ზუსტად ვიცი რა გზა რით მთავრდება. პატრიარქს ხო არ იცნობ შემთხვევით? ბევრჯერ უკურთხები ვარ და ძალიან კარგად ვერ გეტყვით, მაგრამ შეხვედრა და ისეთ რაღაცები მქონია. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე იდიოტი? საკუთარი თავი. რატო? აქ რო დავრჩი. სად უნდა წასულიყო? ბევრი არჩევანი იყო. აი საწახვიდოდი ახლა რო კონდეს შესაძლებლობა. აი იქ სადაც ჩემ პირველ დასავლეთში ძირითადად სადაც არსებობს მარკეტინგი, რომელიც ცუდს და კარგს რაღაც დონეზე ერთმანეთისაგან ანსხვავებს და თავის ადგილს და ნიშას აძლევს და ეს ყველაფერი საბრძოლი რო არ გექნებოდა, ყველაფერი თავიდან ასაწყობი არ გექნებოდა, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი არ გექნებოდა. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის მაინც ყველაფერი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე. პოლიტიკას უნდა კარგი იქნები, პოლიტიკას უნდა ცუდი იქნები და აქედან გამომდინარე ამ პოლიტიკასთან კიდე მე ყოველთვის კონფლიქტი მაქვს. აი რო გითხრა რომ შემდეგ ცხოვრებაში იქნებიო რამე ნივთი. რომელი ნივთი იქნებოდა? რახან მე ჩემს თავს მორწმუნეთული რაღაც ნივთებთან არ მიფიქრია ჯერ. უფრო მიფიქრია რომ არაფერი არ ვიქნები, უბრალოდ იქეთკენ ვიქნები და რაღაცა ვიქნები. აი რომ დაუშვათ, ვითამაშოთ. ეს ხა ალბათ უფრო შეიძლება რომ მზე ნივთი იყოს. რა ვიცი. უფრო მზე რომ გავუნათო ბევრ ადამიანს გზა. შენ კვერცხი იყო თუ ქათამი? ერთის დედა ცოტირე და მეორესაც თუ შეიძლება ვსე. რატო? სულ მაკითხავს ვამე და პასუხი ვერასდროს ვერ გავიგე რომელი იყო. და დაღლის შედეგად ამ დასკვნამდე მივედი. აი როგორ ფიქრობ პირველად ქალს და კაცს რაზე მოუვიდა თუთანხმოება? სულ პირველად. ღალატზე ალბათ. ვინვის უღალატა? უფრო ქალმა, იმიტომ რომ გველს გამოართა ვაშლი. აი ყველაზე სექსუალური ქართველი კაცი და ქალი მითხარი თითო-თითო. ყველაზე სექსუალური თითო-თითო. მაგრამ რო არ შემიხედი ამათის არადროს. რატო? რაღაცნაირად ამათ ყველაზე მეტად რაც საკლიათ ეს არის შარმი ბნება რაღაცა ძალიან პოლიტიზირებულები არიან, სულ დუშებს ყრიან, სულ რაღაც დაძაბულები არიან. ხო, მაგრამ ყველა ხო ეგრე არ არის. შეიძლება, მაგრამ მაგაზე ვიფიქრებ და შემდეგ გადაცემაში გიპასუხებ. ეს სექსი სათქონია ყველაზე უცნაურ ადგილას. ბერლინში ჩემი გერმანელი მეგობარი გოგო იყო და ის თავისუფლების თუ ოვნის მოედანი რო არის დროშები რო ფრიალობენ და რეიხსტაგი რო დგას გვერდზე აიქ. იმ მოედანზე? კი, და ძალიან ლამაზი იყო, თან საღამო იყო, მანქანები ანათებდნენ თავის ნატურებს და ამის ფონზე. ისეთი იყო რომ სიმღერა დამაწერინა. რომელი სიმღერა? ნიკოლა ქვია ამ სიმღერას. გოგონა ამ მუზის თუ რაც ქვია ამას. ვისთან არ გექნებოდა არასდროს სექსი? არიან ეგეთი კატეგორია, ვისაც ვერასდროს ვერ ვფიქრობ და ესეც საკმაოდ ბევრია. უფრო რომ მითხრათ რომ ვისთან, ანუ როგორც აი ნიჭიერ და უნიჭო მუსიკო, ნიჭიერებს უფრო გეტყვით, იმიტომ რომ ცოტა არის და ისევე ესეთივე გოგოებს უფრო გეტყვით, იმიტომ რომ ესეთები ცოტა არიან. აი პირველ ქართულ ბორდელს რას დაარქმევდა? ქართული ბორდელი. ალბათ საქართველოს პარლამენტს. ისინი ამყოფი ხარ ბორდელში? ათაშორის ერთხელ წამიყვანა ჩემმა მეგობარმა და ძალიან ნასვამი ვიყავი, თორემ მე პირადად ქალებში ფული არასდროს არ გადამიხდია.
საერთოდ არ არის ეგ შენთვის მისაღები? არ არის, როცა შენ ქალს კედლობ, ესე იგი რაღაც სერიოზული პრობლემები გაქვს ტვინში. და საერთოდ ყველაფერში. და ჩემი პატიჟებ და სადღაც იქაც ხო ფულს ახალი. იქ სხვა რაღაც იქ ნება არის უკვე. ეს ქალი ირჩევს, ის ქალი გირჩევს უბრალოდ და შენ ეპატიჟები რომ სადღაც თუ შეგიძლიათ კერა მე მინდა დაგპატიჟოთ აქ და რაღაცა და ის გთახდება, ეს უკვე ნება არის და როცა შენ იმას ფულს უხდი და იმან ნებით კი არ უნდა გადაწყვეტს, არამედ იმ თანხის რაოდენობით შენთან დაწვეს თუ არა, ეს ძალიან სამარცხვინო არის კაცისთვის, მე ასე ვფიქრობ. პასპორტი თუ გიჩვენებია სუფრაზე. მაბატიეთ, რომელ პასპორტზეა საუბარი? აი, ქვედა პასპორტზე. სუფრაზე არის, მაგრამ ობიექტივში ვაპირებდი ამის გაკეთებას 3-4 დღის უკან. რატო არ გააკეთე? იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე უბრალოდ რომ ამას რაც მოყვებოდა და დავჯექი ისე უკან. ანუ გაშინებს საზოგადოებრივი აზრი? ესეთ რა ადჯილ რო შეგეკითხება ქალბატონი რომ ქალი ხარ თუ კაცი ხარ და იმიტომ ალბათ ჩემი გრძელი თმების გამო დააუხსნე რომ კაცი ვარ და კიდე გეკითხება ქალი ხარ, ნუ სხვა გზა არ რჩება, იმიტომ რომ არ ჩერდება ქალბატონი და ჭირდება ალბათ უფრო ღრმა ცოდნა რომ ამოწურავი პასუხი მიიღოს და რა უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში არ ვიცი. უბრალოდ ასაკმა ყველაფერმა ცოტათი ინსტინქტმა იმუშავა ნერვოზულმა რომ წამოხდი და უბრალოდ მომეშალა ნერვები, მაგრამ მე რომ დავინახე წამყვანის სახე, მე რომ დავინახე წარწერა ობიექტივი, მე რომ დავინახე ვისთან მქონდა საქმე და რასთან რო ხა 70 წლის თუ რაც თქვა თავისი სასაკი გავჩერდი და დავჯექი უკან. მაგრამ ცოტა ნერვიული კაცი ვარ. მაგას არ ვარ. რატო? რაზე გეშლება? იცი რა, იღლები რა. მატროსოვი გახდა გმირი როგორც 5 წუთში ზუსტად გადაწყვიტა, რომ უბრალოდ აი ამ ძოც გადავეფარები და გადაეფარა. იგივე ყველა ესეთი გმირები გამختარებიან რაღაც 5-10 წუთი მოქმედებების შედეგად. და შენ 50 წელი საყურით გძელი თმებით შორტებით, არა ორდინალურად ცხოვრობ, სხვანაირად აზროვნებ და საქართველოში ცხოვრობ, ეს გმირზე მეტი არის, მე ასე ვფიქრობ, არა? ანუ გმირი ხარ? გმირიც აღარა, უკვე იმას გავშორდი. გმირობა არის, აი ჩემთვის ეს რაღაცა, რაღაცას მსხვერპლად შენ თავს აძლევ რაღაც 10-15 წუთში შენი ცხოვრების გადაწყვეტილების მომენტიდან დაფიქსირებული. ხვდებით ხო ის თქმა მინდა. და ეხლა 50 წელი შეგნებულად რო ესე ხარ, უკვე ცოტა ისეთი რაღაცა არის და 2015 წელს რო გეკითხებიან გძელი თმა ქალია თუ კაცია, მე მიმაჩნია ეს რაღაც დონეზე დეგრადაცია მთელი ქვეყნის და სირცხვილი არის. ანუ ამ შემთხვევაში ის ქალბატონი კი არ მოჩანდა, რომ ის არის სირცხვილი ქვეყნის. მე მოვჩანდი და აი მან უფრო აღმაგზნო და ამან უფრო დამანახა, რომ პროგრესი არ არის. ანუ ცივილიზაციისკენ არ იდგმება ნაბიჯი და რატომღაც ყველას გონია, რომ რელიგია და უბრალოდ ეკლესია ეს არის რაღაც ცნობიერებაში აი ამ ყველაფრის ფარველი და მე ესე არ ვფიქრობ. იმიტომ რომ ზუსტად ქრისტიანული სახელმწიფოები გახდნენ ყველაზე ცივილიზებული და პროგრესული და არა მაჰმადიანური და არა ესეთი ჩაკეტილი და რაღაც ფუნდამენტალური ქვეყნები. ისე რომ ჩემთვის რელიგია და ქრისტიანობა განსაკუთრებით არის პროგრესი და ცივილიზაცია. და რელიგია და ღმერთი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ნუ როგორ აგიხსნათ თქვენ, მთლიანობაში მაინც ერთი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთს ემსახურება და მე არ შემიძლია, როცა უფალზე ვლაპარაკობ, ესე ვლაპარაკო და ეს მოვიხსნით ამასაც, გადავიწერ ფიჯვარს და გეტყვით, რომ უბრალოდ ერთია ყველაფერი ეს მაინც. ვის როგორ ჯერავს უბრალოდ და ვინ როგორ ხედავს. ესეთი ძალიან ბრძნული გამოთქმა არსებობს. მთისწვერი ერთია. იგივე მთვარე ერთია. მთისწვერის შემთხვევაში გზები ბევრი და მთვარის შემთხვევაში თითები მიშვერილი ბევრი. ისე რომ აი საზოგადოებაში 90-იანი წლების მერე რა შეიცვალა? კარგისკენ. უარესობისკენ უფრო. უარესობისკენ. გეტყვით, იმიტომ რომ მაშინ მოტივირებული და ხალხი, რომელსაც აინტერესებდათ ეს ცივილიზაცია, აინტერესებდათ განვითარება, აინტერესებდათ ეს პროგრესი, უფრო მეტი იყო. და ინფორმაცია, როგორც მობილურია, ინტერნეტი, უფრო ცოტა იყო. და მე რო ყველაფერი ისე აეწყო, რომ ეს უფრო მეტი შემოვიდა. ნუ წარმოიდგინეთ ახლა მე რო პატარა ინფორმაცია მიმეყო, დასავლეთში რა თქმა უნდა დავდიოდი, მაგრამ მე რო ეს პერესტროიკის პერიოდი როცა იყო, ესე ინტენსიურად ვეღარ დავდიოდი და საგვარეულო ოქრო ვერცხლი, მამა ჩემის რაღაცებს ვიპარავდი და ვყიდდი, რომ უბრალოდ წავსულიყავი მოსკოვში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მოგეხსენება ცენტრი მოსკოვი იყო, ინფორმაცია უცხოელები უფრო მეტი იქ იყვნენ, ჩემი ახლობლები ვიღაცები. და იქიდან აი ამ ვერცხლში და იმებში ვცვლიდი აი ამ კასეტებს, აი ამ ჟურნალებს, აი ამ ყველაფერს, რომ ინფორმაცია მიმეღოს სწორი და არ დამეჯერებინა ვრემიასთვის და მოამბესთვის. აი ასეთი მოტივირებული ვიყავი და ასეთი დიდი ჟინი და სურვილი მქონდა ამ ცივილიზაციის გაგების, რომ
ტენდენციები როგორ ვითარდება და საითკენ მიდის. და დღეს როცა შენ შეგილია უბრალოდ მოისმინო რომ იქ ალეს კუპერმა გველს თავი არ მოაჭამა და გველმა არ დაახჭოდა იქ ჯონ ლენონს ვიღაცამ იქ რაღაცა და ესეთი რაღაცა და ეს ინტერნეტში ინფორმაცია გიდევს და მაინც ესეთი იდიოტი ხარ. იქ ყველაფერზე ლაპარაკი დამთავრებულია. იქ უკვე მორჩა. იქ ვერაფერი გასამართლებელი საბუთი ეს არ ვიცი, იმიტომ აღარ აქვს. და პლუს კიდე ამ ინფორმაციის ცოდნას და ამ ინფორმაციის წარმოიდგინეთ, მაიკლ ჯექსონზე იყო დაჭერა. მაიკლ ჯექსონს თუ უსმენდი იყავ უკვე მაიკლ ჯექსონი, ხა იქ აღარ არის ლაპარაკი ბაუჰაუზე და Sisters of Mercy და Joy Division-ზე. იქ არის ლაპარაკი, რომ მაიკლ ჯექსონს თუ უსმენ უკვე ხარ ანტი-საბჭოთა კავშირის რაღაც ელემენტი. ხო და აი პირობებში რომ ამას აკეთებ და მე რო უბრალოდ უყურებ რომ ეს იყო 90-იანებში და შენ სირგულების ადამიანები და ვისაც შენ ეძახდი თუ შეიძლება ასე ითქვას გოიმებს და სირებს ხო ისე რომ ყველაზე კაი ტიპები არიან და ისე რომ გაიქნა შენზე პირველი ამ ქვეყნიდან და ისე რომ კიდევ უარესებმა შეცვალეს და ის ტიპები რომ შარვალი კოსტუმი რაღაცას ვიზუალს იძენენ და გონიათ რომ უკვე всё მოხდნენ ხალხში და გასულები არიან ჰაი-ფაის იქეთკენ არა სამწუხარო არის რა ეს ჩემთვის პირადად ყველაფერი იმიტომ რომ ამაზე არც არავინ არ ლაპარაკობს არც არავინ ამის ანალიზებს არ აკეთებს რომ ქვეყანა გონს მოეგოს იმიტომ რომ ძალიან ცუდად არის ჩვენი მდგომარეობა ამ IQ-ს პონჩი და ამ საერთოდ აი გამოვიგონეთ ეს რაღაც ჩვენი რეზერვუარი ინდიელები ვცხოვრობთ აქ და გარე სამყაროს მარტო გებულობთ რაღაც აი ვიღაცების მონაყოლიდან ან რაღაცებიდან იგი რა უნდა მოხდეს რომ განვითარდეთ ჩვენ განათლება პირველ რიგში მოგზაურობა ადამიანებმა არ უნდა იმოგზაურონ ისე რომ ჩადიან იქ მაგალითად იმიტომ რომ რაღაც უფრო მეტი მოიპარონ უნდა ეხლა მე 70-იან 80-იან წლებში რომ დავდიოდი მე ნიკეივი ლიდიალანჩი ეს ხალხი მე რეალურად გავიცანი კი აქ საღადაო თემა გამომდინარე ბევრი იმიდან რა ქვია ქართული ნიჰილიზმიდან მაგრამ ეს ხოლმე მართლა გავიცანი ეს ხოლმე მართლა მე ვიცნობდი 80-იან წლებში და 90-იან წლებში ამ ხალხს იგივე პროგრამაში რომელიც თქვენ ალბათ გაუშვით თუ არა მოგაწოდეთ იგი ეს მართლა დაუკარი პროგრამაში ვაბანკთან ერთად და მართლა იყო ესეთი რაღაცეები ანუ ეს სურვილი უნდა გქონდეს შენ რომ ის ქვეყანა ამოირჩიო ის სამყარო ამოირჩიო ის გზა ამოირჩიო და არა ის რომ მოიპარო რაღაც აი ანუ ეს მერკანტილური რომ უბრალოდ შენ ოღონდ დღეს გადარჩე ოღონდ დღეს გამოიკვებო თავი უფრო მაღლა უნდა დადგეს შენ თავზე და ამისი სურვილი ქვეყანაში დღეს როგორც ხედავ არ არსებობს ნიკეივს რისი სუნი აქვს აი მაგრე ახლოს ნიკეივიდან არ დადარმესულდა აი ზოგადად პირდაპირ არის ანუ თქვენ რაღაც ასოცირებულ რაღაცას მოგითხებთ რა ჩემი განხრა არის ხო არ ვიცი რისი სუნი აქვს ალბათ უფრო ვესტერნის და მე მაგრამ მომწონს მაგათში ეს კაცობა და ეს რაღაც აი ეს რაღაც გაგება რაც ძალიან ბევრ ვესტერნ ფილმებს უყურებს სხვათა შორის მე რომ ვისწავლო სწორედ აი ამ ასაკშიც კი სწორედ როგორი უნდა იყოს კაცი, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი უნდა იყოს მორალი, იმიტომ რომ აი ვესტერნ ფილმებში რასაც მე მატყულებდნენ აქ და მასწავლდნენ, ყველაფერი უფრო ღრმად არის და უფრო ზუსტად არის გადმოცემული. და ისე რომ მე უფრო ვესტერნის სუნა დავუქო ნიკეივს. აი ლუი არმსტრონგს რისი სუნი აქვს? მცდელობის რომ ვესტერნი გახდეს. ლადო ბურდულს ესეთი რაღაც მომჭრელი კითხვა არის. რომ დაამტკიცოს რომ პირველი ვესტერნი იყო. აი ხა რესტორანში რო ვისხდეთ, რის სადღეგრძელოს დალებდი. ეგ სადღეგრძელოების თქმა ჩემს იმაში საერთოდ არ შედის, იმიტომ რომ ძალიან ბანალურად მეჩვენება, უბრალოდ როცა რესტორანი არ ვიცი, მაგრამ აი ჩემ მეგობრებთან როცა ვიკრიბები ირგვლივ და როცა ვждებით პირველ სადღეგრძელოს ვერ გეტყვი რას არის, მაგრამ გულით როცა მაწובה, რაც მინდა რომ დღეს თქვა სადღეგრძელო. კიდევ ერთხელ უფლის სადღეგრძელო მინდა თქვა, რომელმაც ჩვენ გაგვაჩინა, ჩვენ შექმნა, აი ეს ყველაფერი გააკეთა, აი ეს ყველაფერი მოგცა და ჩვენ რაღაც ჩვენ კლეშებს და შტამპებს ვადებთ და გვინდა რომ ჩვენებურად დავინახოთ, ჩვენებურად რაღაცები არა, ეს ისეა როგორც უფალმა გააკეთა, ან ისე ხედავ, ან ისე ვერ ხედავ. მაპატიეთ ისე გავიკეთებ და დავждები. აი რომელი ნარკოტიკი გიყვარს? მარიხუანა გასინჯული მაქვს და გეტყვით რომ ალკოგოლ მე უფრო ჩემ თავს მაინც ალკოგოლიკად ვთვლი ვიდრე მაგრამ აი ესეთი ცუდი რასაც აი ყველაფერ ნარკოტიკზე ამბობენ რა თქმა უნდა ხა
ბევრი არყის დალევას და ბევრი ალკოგოლი ძალიან ცუდი არის, მაგას საუბარი არ არის. მაგრამ რაღაც დონეზე ის აი დასავლეთში უკვე იმ დასკვნაზე მივიდნენ, რომ ეს მარიხუანა ჩაის სახით არ არის აუცილებლად მოწევა და თვითონ ეს მოწევის ეთყობა რაღაც რიტუალი არის, რომ აღიზიანებს ხოლმე. შეგიძლია ჩაის სახით, შეგიძლია ტაბლეტების სახით, დამამშვიდებელი არის და ადამიანებს ძალიან ბევრს უკვე უნიშნავენ სუფთა გამომდინარე დღევანდელი სტრესული ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო ვარესი არ გააკეთონ და დამშვიდნენ დაწყდნენ. ეს იგივე არის როგორც დიაზეპამზე თუ შევადარეთ, ხა დიაზეპამი ჯობია დალიო თუ მარიხუანა დალიო, მე მარიხუანას ურჩევ ადამიანებს რომ დალიო. და შენ თვითონ რომელი ნარკოტიკი ხარ? მე უფრო ჩემ თავს რომ შევხედე ვისკი ვარ. აი ადამიანმა რა შექმნა ყველაზე მაგარი? იცი რა არის, მაგაზე დავფიქრდი და ბოლოში მივხვდი რომ ბორბალი იყო ეს მართლა. აი რომელ ლიტერატურულ გმირს ცემდი? ლიტერატურული იცი რა არის, ბავშვობაში მე შევწყვიტე წიგნების კითხვა, იმიტომ რომ მივხვდი რომ შენ თვითონ თუ გინდა წიგნები წერო, როგორც მე ვაკეთებ ამას, ხო, დღიურებს წერ უფრო სწორედ. უნდა შეწყვიტო, როცა ინფორმაციას უკვე საკმაოდ მიღებ, რაღაცის, იმიტომ რომ მე უკვე ზეგავლენები ხდება და მე უკვე დამოუკიდებელი გზა გეკარგება, მე უკვე იმ რაღაც წაკითხulis მიერ ზეგავლენის ქვეშ ექცევი და რაღაც დონეზე მოკლედ. და გადავწყვიტე რომ თუ მე თვითონ წერ წიგნებს აღარ არის საჭირო რომ ხა ძალიან ბევრი წიგნები ვიკითხო და აქედან გამომდინარე ისევ თუ ვინმე ცემდი ყველაზე მაგრად ეს ჩემი საკუთარი თავია, იმიტომ რომ არც ხა თქვენ ჩემი Facebook-ის გვერდი გაქვთ ნახეთ თუ არა, იქ არის სადღაც 40-მდე დღიური ჩალაგებული ყველა ჩემი წიგნია, რომელიც მე დავწერე. ქართლის დედას რას დააჭერინებდი ხელში? იცით რა არის? არის რაღაც სიწმინდეები ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებელი არის, იცით? აი მე მაგაზე ბევრი მიფიქრე რა, აი ყველაფერი რა ქართლის დედა? მე სხვანაირად ვიწყებ და მაქამდე მივალ. და შეიძლება მაცალეთ. კი ბატონო. ხო და არის რაღაცები, აი ესეთი რაღაცები, როგორც არის მაგალითად ვაშინგტონში თავისუფლების ძეგლი, ხვდებით ხო? არის რაღაცები, როგორც არის საფრანგეთში ეიფელის კოშკია. რომელსაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ეს არ მოწონდა, ვინც ამას აპროტესტებდა. და ეთყობა ჩვენ ქართველებმა ხა ეს ჩემ დროს არ დაიდგა რომ მე ვიღაცა აზრ შევკითხებოდა, მაგრამ როგორც გავაცნობიერეს ჩვენი გენის რაღაც დონეზე გამომსახველი, ამსახველი კონცეფცია არის, რომ თუ სტუმარი ხარ, გიღებ ღვინოთი და თუ მტერი ხარ, გიღებ ხმლით, უბრალოდ და რაღაც დონეზე რო უფიქრდები, ესეც რაღაც ვესტერნული კულტურა არის. ანუ რაც უჭირავს, ეჭიროს? იცით რა არის, თუ ეს თავისი ნება თვითონ აირჩიოს, მაგრამ თუ ეს უკვე გააკეთეს, მაშინ იყოს ისე როგორც არის. შენი აზრით, საიდან მოდის გამოთქმა წელებზე ფეხს იდგამს? ჩვენი რეალობიდან. აი რას ნიშნავს? იცით რა არის, აი იმდენს ვიტყულებით, იმდენს რაღაცებს ზიზღი გვაქვს, ბოღმა, იმდენი რაღაცები, რომ მე აღარ გვეძლება სწორი გზა და აი წელებზე ფეხს ვიდგავთ, რომ მივახციოთ იმ მინიმალურს. წელებზე რას ნიშნავს? წელებზე უკვე ასეთი კონკრეტიზაცია მე აი ხა არ ჩავფიქრებულ ვარ. წელზე ფეხს იდგამს, აი ალბათ მაგაზე არის ნათქვამი, რომ ის მარტივი მე გვეძლება რახან ესე აი იცით რა არის, მე რას დავფიქრდი, რომ ცხოვრება ჩვენ ყველაფერს სიამოვნებას გვაძლევს პირდაპირ, მაგრამ ჩვენ იმხელათი გარყვნილები ვართ, რომ გვინდა ყველაფერი რაღაც დონეზე აი ვერ ვიღებთ უბრალოდ ამ სიამოვნებას და ვერ ვართ ხალასები. და გვინდა რომ აუცილებლად ამ დემონთან კონტრაქტი გავაფორმოთ, რომ კი მე ვარ ცუდი, მე ვარ. აი იმიტომ რომ ქართულს მაგალითად რა ქვია, კლუბური ცხოვრება, თქვათ იგივე გართობა, იგივე ყველაფერი. სულ კრიმინალურად შემოვდიოდით. აი ხა არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ აი ძველად რასაც უყურებდი, ტიპები ეგრევე იარაღს იღებდნენ, ისროდნენ, ან ვიღაცა დანას იღებდა, ეხლა ამას მოვკავ, რატო? იმიტომ რომ აი ასე უბრალოდ ვერ იღებენ ამ თავისუფლებას. აი ეს არის ტრაგედია ქვეყნის ყველასი აბსოლუტურად, რომ უბრალოდ თავისუფლებას ვერ იღებენ, აწერენ ხელს ბნელძალებთან და ეს ბნელი ძალა მე სულ უკვირს ეს გაკვირვებული ის რომ ამ ხალხს შემგან რა უნდა ამ ქართველებს, მაგრამ ჩვენ მაინც რომ აი ესე ლევაკურად გვინდა ყველაფერი, იმიტომ ყველაფერი გვინდა ლევაკურად დავიყო, ცენტრალური გზები არ გვიყვარს, სულ შემოვლით გზებს ვეძებთ. აი ეს არის პრობლემა ქვეყნის. შემოვლითი გზები არის დამღუპველი, უნდა იარო ცენტრალურ გზაზე. ან დადიხარ, ან ვერ დადიხარ. მიზანი მიიღწევა ცენტრალური გზით. შემოვლითი გზით მიზნები არ მიიღწევა. აი ეს არის ჩემი კონცეფცია ბავშვობიდან. თუ მოგეწონათ არ ვიცი, მაგრამ ქართველობა რო წაგართვან რას იზამ?
იცი რა, მაგაზე აი ბევრს მეკითხებიან რომ რაღაცა. მე მგონია რომ ყველაზე მაგარი ქართველი ვარ მე. რატო გონია ეგ? მე რო არ მეგონა სამ ქვეყანაში არც დავრჩებოდი, არც ამდენს არ გავახურებდი. წავიდოდი და აი ამ გოიმებს დავუტოვდი ბურდა მოედანს და no problem. აი როგორც იტყვია. და მე რო ვთვლი რომ მე ვარ ყველაზე ნაღდი ქართველი, მე ვარ ის ქართველი, ვინც ბევრ ადამიანს დავეხმარე, ბევრი ადამიანი გადავარჩინე. დღეს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, დღეს მარტო მოდაშია გინება. ოკეი, მაგინო პრობლემა არ არის, მაგრამ ეს ხო მოხდა. ჩემამდე ის ხალხი, ვინც დღეს რაღაცას წარმოადგენს, არ მინდა სახელები და გვარები, ნუ ვერ ჩამოთვლი მათ. ვინები იყვნენ? საიდან მოვიდნენ? რას წარმოადგენენ? მე ხო მივეცი, მე ხო ის ამ წყაროს გულისთვის, რომ ამათ დაელეთ ის ბაყბაღდები, მართლა დავამარცხე. და მართლა ის პაზვალენია იმ გარეგნობაზე, იმ ყველაფერზე ამათ მივეცი ესე უბრალოდ. და ეს უბრალოდ არ მოხდა, ეს ამისთვის მე ძალიან ბევრი გავწიე, ძალიან ბევრი ვიბრძოლე. და დღეს თქვენ რა გონიათ, რომ საქართველოს დღეს არ იქნებოდა იგივე სომხებში როგორც არის და იგივე აზერბაიჯანებში ძელთმიანი და საყურიანი ქოლავენი. ნუ არ მოსულა ეგ პონტი იქ რა. და აქ თქვენ რა გონიათ, რომ თავისით მოხდებოდა ვიღაცებს ვარ ებრძოლა ამ ყველა და თქვენ მართლა გონიათ, რომ ეს 90-იანი წლები თავისით შეიქმნებოდა, არავის ვარ ებრძოლა, აი აქ არის თქვენი პრობლემა. ანუ სხვების, ანუ ქვეყნის. იმიტომ რომ ყველას გონია, რომ ამინდი მოვიდა ესე. როგორ მოვა ამინდი, თუ ეს ადამიანებმა არ გააკეთეს თავისი ხელით, თავისი შრომით. აი ეს არის ლევაკური გზის აზროვნების ფინალი. რომ გონიათ, რომ ეს ყველაფერი მეორე არხი ის ყველაფერი თავისით მოხდა. როგორ მოხდა ეს თავი? იქ ვიბრძოლეთ ჩვენ. იქ რეალურად იყო იმაზე, რომ ავტომატები გვესროლეს, თოფები გვესროლეს, დედა გვიტირეს, მაგრამ ბოლომდე ვიდექი, ბოლომდე გავაკეთე ის, რაც ჩემი გზა იყო და გასაკეთებელი. და თქვენ რა გონიათ, რომ მართლა ეს თავისი და ესე მოხდა უბრალოდ და გააკეთეთ ახლა. რატო ვერ აკეთებთ? იმიტომ რომ ეს ხალხი არ არის, გმირები არ აყავთ. დღეს გმირები არ აყავს ქვეყანას. აი ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის, ჩემი ქვეყნის. და მე ვთვლი რომ მე ზუსტად ის გმირი ვიყავი იმ თავის დროზე და ჩემი დარჩენით აქ იმდენი რაღაცა გავაკეთე, იმდენი რაღაცა შევქმენი. ფაბრიკა, რეცეპტი, მეორე არხი, ჩემი სახლის ტუსოვკები, ფესტივალები, რომ სადაც თვითონ ინო ქათამაძეწეს, რომ ფეხსაცმელი არ ქონდა ჩამოსასვლელი და ჩამოვიდა და მე რაც მოხდა მაგის ცხოვრებაში ჩემზე კარგად იცით. ნუ სახელებს და გვარებს უბრალოდ არ მოყვები ხა დანარჩენი ადამიანების ისე მეგობრულად ვისაც დავეხმარე. Fashion TV, MCM, რომელიც ჩამოვიყვანე, დამაარსებელი, კონცეფციის შექმნელი, ფრანსუა წილე, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც ჩამოვიყვანე ამ ქვეყანაში და ქვეყანა იზოლაციაში რომ მოექცა, ვერც აზროვნებდა, საიდან მომხდარიყო, როგორ აიღო ეს დასავლეთი, იცოდა რუსეთი და გაჩნდა ახალი მეგობარი თურქეთი, მეტი არაფერი. და ეს შუამავალი ფირმებითაც რომ ვერ ხვდებოდა, პირდაპირ ჩამოვიყვანე Fashion TV, MCM. დღეს ეს არის თემატივი, უფრო დიდი გლობალური, ამაზე ცალკე თემაა. ოკეი, მაგრამ ეს არის, ეს ადამიანები აკეთებენ ამას და არა ამინდი და არა პოლიტიკოსები. მიშა სააკაშვილი იყო თავისთვის შექმნა ეს ყველაფერი, გახდა პოპულარული იმაში, მაგრამ ხალხმა ვერ დამყარა დასავლეთთან კონტაქტი. ხალხმა ვერ შეძლო რეალურად ამ საზღვრების დანგრევა, რეალურად ორგანული ნაწილი გამختარიყო ამ ევროპის. რატო? იმიტომ რომ ნებადასურული და გმირები, რომლებიც ამას მოაწონებენ, რეალურად არ არსებობს. და ეხლა რამდენი ლადო ბრუნმა კიდე 50 წლის ასაკში გადმოხდეს და ნუ ოკეი, თუ საჭიროა ვიზა, მაგრამ მე ვთვლი რომ უკვე ბევრი რაღაცა ამისთვის მე პირადად ჩემი შემოქმედება, რომელსაც ეხლა ვწერ, როცა 25 წლის წინ დავწერე. ხვდებით ხო ის თქმაც მინდა. აი ძალიან მტკივნეული არის ჩემთვის ეგეთი რაღაცები და აქედან გამომდინარე უკვე ცოტა სხვანაირად ვაზროვნებ მე. მოკლედ. გასაგებია. ყველაზე ბოზური საქციელი რომელია შენთვის? უმადურობა. აი ესეც მიეწერება იმ წინა ჩვენ თემას. აი ერთი წუთი გაგდა, შეგიძლია ხალხს უთხრა თუ რამე გინდა რომ უთხრა. მე ყოველთვის ბევრი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ მეგობრებო, ჩემი პრობლემა იყო ერთი რაღაცა, როცა მე დაკვრა დავიწყე რეცეპტი, როცა შევქმნი, სულ თიც ესე ვიშვერდი და სულ ხალხს ვეჩხუბებოდი. და მე რაღაც პერიოდი დამიდგა უბრალოდ რომ მივხვდი რომ ეს თითი აი ესე მაქვს შემოსატრიალებელი. და როცა ეს შემოატრიალე, მაშინ იყო პროგრესი ჩემთვის. და ყველას გირჩევთ რომ აი ეს თითები ესე შემოატრიალოთ. და დამიჯერეთ ქვეყანა უფრო სწრაფად, უფრო ლამაზი, უფრო ბედნიერი, უფრო საყვარელი და კეთილი გახდება. და უფრო სწრაფად წავალთ იმ მიზნებისკენ, რაც ყველას ჩვენ გვინდა. ეს არის ეკონომიური კეთილდღეობა, ეს არის კულტურული რაღაც დონეზე რენესანსი რომ დაიწყოს. იმიტომ რომ ჩვენ კულტურული ქვეყანა ვართ მაინც. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კულტურა და სპორტი არის ის, რომელიც ქართველი ადამიანის წარმომჩინებელი არის დანარჩენ მსოფლიოში. ისე რომ რაღაც დონეზე აი ამ თითების შეტრიალებას უსურვებ ყველას. კარგი, აი ამათგან ვინ რომელი სიმღერაა? სიმღერა რა პონჩი. აი რომელი სიმღერას გახსენებს რომელი?
ყველა თავის დროს აი მაგალითად ისევ მოხდება მოლი ღამე პირველი ჩვენი პრეზიდენტი მეორე შევარდნაძე იყო უფრო იყო შევარდნაძის პერიოდი იყო რა პერიოდი იყო ეს უფრო ისეთი იყო რომ წამოვედი რომანტიკული ისენი აი ჩემშვენიერულედი და ისენი მაგ პერიოდში მიშას დროს უკვე დაიმის დროს აღარაფერს აღარ წერდი იმიტომ რომ ეხლა რა სიმღერებსაც წერ ძირითადად 99 წლამდე არის დაწერილი კარგი შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა რა უნდა დაუტოვო არის რაც ბანალური ოკეი შემდეგ სტუმარს რა კითხვა უნდა დაუტოვო არც მიფიქრე ეგეთ რაღაცებს მოიფიქრე არ არის პრობლემა დრო გვაქვს წყალი სმაგივრად ლუდის ან რაღაც ღვინის სმაგივრად რომ წყალი დევს მოწონს თუ არა კარგი დიდი მადლობა რომ მოხვედი წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში